განაგრძობთ გადაცემას დევნილებისთვის თბილისის ბინების განაწილების ეტაპი დასრულებულია, რატომ გაჭიანურდა პროცესი და როგორ მიიღებენ ბინებს შერჩეული დევნილების სამუშაო პროცესის მიმდინარეობასა და ბოლო სიახლეებზე სოზარ სუბარით ავადი საუბრებს. დილომშვიდობის ბატონო სოზარ, მოგესალმებით. მოგესალმებით და მოგესალმებით თქვენს ხუბლებს. დასრულდა ასე თქვა შერჩევის ყველაზე რთული პროცესი ალბათ და ასე თქვა რუტინული პროცესი. გაჭიანურდა საკმაოდ, რატომ გაჭიანურდა, როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი და უკვე საომარ გეგმებზე გადავიდეთ შემდეგ. გაჭიანურებიდან დავიწყებ. გაჭიანურება საკმაოდ, რას ქვია, იმიტომ რომ 1 სექტემბერს უნდა ჩაგვბარებოდა იგივე ხვალინგის ბინები და დანარჩენები სვადა ჯერ ისედაც არ არის გასული. დანარჩენები არის ქართული მენაშენეები, ანუ სულ 561 ბინა უნდა გავანაწილოთ და განაწილდა უკვე. და ამ 561-დან 330 არის ხვალინგი, დანარჩენი არის ქართული მენაშენეებისგან. უნდა ჩაებარებიათ აგვისტოს ბოლოს პრაქტიკულად, მაგრამ ვერ დაამთავრეს დროზე იქ კეთილმოწყობის სამუშაო იყო დარჩენილი. დღეს ძირითადად დამთავრებულია, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები, რომელთა გამოსწორებას ვითხოვთ, რომ დევნილს ბინა ჩაბარდეს უნაკლო მდგომარეობაში. თქვათ რაღაცა ხარისხი რო არ მოგწონს, მაინც პრეტენზიებს უყენებთ, რომ ის პრეტენზიები გამოსწორდეს. თუმცა პარალელურად მიდიოდა მუშაობა და ეს არ იყო ადვილი მუშაობა, როდესაც 13000 განაცხადი შემოვიდა ჯერ და თუ დრო გვაქვს ძალიან მოკლედ აღვწერ როგორ იყო ეს პროცედურა. 13000 განაცხადი დამუშავდა და აღმოჩნდა რომ 13000-დან რაღაც ნაწილი იყო ორჯერ თქვა ოჯახის სხვადასხვა წელს ქონდა შევსებული, ანუ ან ერთ და იგივე პიროვნებამ შარშანაც შეავსო და წელსაც ჩამოვიდა ზუსტად 10010 განაცხადს. ანუ 10000 ოჯახი ითხოვდა ბინას. შემდეგ მოხდა ამ ოჯახების შეფასება, ვის რამდენი ქულა აქვს. ამის შემდეგ ესია გამოქვეყნდა და 3 კვირა მიეცათ დევნილებს რომ ნახონ და აი მაგალითად რომ ქონდა 10 ქულა, უცებ გავუხდა 6. რატო გავუხდა 6? ანუ გასაჩივრების საშუალება. ბუნებრივია აი 3 კვირა ქონდა იმისთვის რომ პრეტენზია გამოეხატათ, მოსულიყვნენ ამის შესახებ ტელევიზორით გამოცხადდა ყველაფერი. ეს 3 კვირა გამოიყენეს, მაგალითად სიტყვაზე ადამიანი ამბობს რომ მე მაქვს ძიმე საცხოვრებელი პირობები. ჩვენ კიდე უბრალოდ ეს შემდეგი ეტაპი ამბობს რომ თქვა არის სოციალური დაუცველობა, არ აქვს საფუძველი წარმოადგენელობა. იმ სოციალური დაუცველობის ქულა ბუნებრივი არ იწერება. ამის შემდეგ მათ აქვს უფლება წარმოადგინონ საბუთი რაღაცა. ეს ეტაპიც რო დასრულდა, შემდეგ იწყება მონიტორინგის ეტაპი და მივდივარ და ადგილზე ვნახულობ რომ ადამიანი როცა ამბობს რომ მე ქირით ვცხოვრობ, ნამდვილად ცხოვრობს თუ არა ქირი. როცა ადამიანი ამბობს რომ აქვს ძიმე საცხოვრებელი პირობები, შეიძლება თქვენ სხვანაირად აფასებთ ამ ძიმე საცხოვრებელი პირობებს, ჩვენ სხვანაირად. ამ ყველაფერს ადგილზე ვნახულობთ, სურათებს ვიღებთ და შემდეგ კომისია განიხილავს უკვე მართლა არის თუ არა ძიმე საცხოვრებელი პირობები. ასე ხდება ამ ქულების შეფასება. და ამ შერჩევის შემდეგ რამდენი ოჯახი აღმოჩნდა ისეთი, რომლებიც უკვე მიიღებენ წელს ბინას? საბოლოო ჯამში 561, თუმცა ამ 561-დან თავი შევიკავეთ 4 ოთახიანების სიის გამოქვეყნებაზე, იმიტომ რომ 4 ოთახიანებში ძალიან დაბლა ჩამოვიდა, სურველი გაცილებით მეტი 1 ოთახიანზე და 2 ოთახიანზე, ამიტომ თავიდან გამოვაცხადეთ კონკურსი, მიღებულია საბუთები, დამთავრებულია შერჩევა, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება ესია, ისევ იგივე პროცედურა, რომ ამ ადამიანებს მიეცემათ 2 კვირიანი ან 3 კვირიანი ვადა რომ გადაამოწმონეს თავიანთი მონაცემები და შემდეგ გამოქვეყნდება. ანუ პრაქტიკულად 105 4 ოთახიანის გარდა ყველა სია არის გამოქვეყნებული. გუშინ იყო პირველი დღე მოქალაქეთა მიღების 600-მდე ადამიანი მოვიდა გუშინ და 600-მდე ადამიანთან მოხდა გასაუბრება. მაგალითად პრეტენზიები ზოგჯერ ისეთი იყო რომ მოდის ადამიანი რომელსაც შეხვდა ბინა, მაგრამ უკვე აქედან ვაცხადებს პრეტენზიას რომ მე იქ კი არ მინდა სადღაც რომელიმე ლოკაციაზე, არამედ სხვაგან ასეთებს უხსნით რომ ეცეთ რა გასაგებია რომ თქვენი კიდე ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენ ერთადერთი გადამწყვეტი არის ფორტუნა და თქვენ თვითონ, იმიტომ რომ თქვენ უნდა მოხვიდეთ აიღოთ ყველას თვალწინ, კომისიის თვალწინ, ხადავნილების თვალწინ თქვენი ნომერი და წერია თბილისის ზღვა, მიიღებთ თბილისის ზღვა და წერია რკინიგზის სადგური, მიიღებთ რკინიგზის სადგური. ბატონო ზარა, დევნილებს უთქვამთ ასეთი რამ და ბოდიში, ბარემ კიდე რა ტიპის პრეტენზიები იყო, თქვათ არის მოსული ადამიანი, რომელსაც 9.5 ქულა ჰქონდა და უცებ გაუხდა 8.5 და ვერ მიიღო ბინა და მოდის რომ რატომ ასე, თქვათ კონკრეტულ ძალიან გვარი სახელი დგას ამის უკან, მაგრამ ბუნებრივი გვარი სახელს არ დავასახელებთ. რომ ჩვენ განვუმარტეთ, რომ იცით რა, თქვენ იქ გეწერათ, რომ ცხოვრობდით ნათესავთან და ამაში 1 ქულა გქონდათ პლუს. მაგრამ ჩვენ როცა მოვედით მონიტორინგზე, აღმოჩნდა, რომ თქვენ ცხოვრობთ არა ნათესავთან, არამედ სახელმწიფოს მიერ მიცემულ ამ ეგრეთ წოდებული კოლექტიური დასახლების ცენტრები რო ერქვა. შესაბამისად, ის 1 ქულა მოაკლდა, დარჩა 8.5. ანუ ეს 8.5 ქულა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იყო შესაძლოა რომ მიიღო ბინა. ეყოფა იმისთვის, რომ თებერვალში, როცა შემდეგ განაწილება გვექნება
ნამდვილად იყოს, თუმცა გასაუბრების დროს ამან ჩვენ აღმოვაჩინეთ თვითონ რომ ამ ოჯახში არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელიც შესაძლებლად ჩვენ ინფორმაცია არ გქონდა და მას არ წარმოუდგენა საბუთი. აი საბუთი რო წარმოედგინა, ეხლა შეხვდებოდა ბინა, მაგრამ რადგან ეხლა ვერ წარმოადგინა და უკვე განაწილებულია, აღარ შეიცვლება, მაგრამ თებერვალში უკვე ახალ ბინები დარიგდება ჩვენთან. ქულებთან დაკავშირებით მინდა და მეკითხა კრიტერიუმების შეფასების, დევნილების გარკვეული ნაწილი აცხადებს, რომ შესაძლებელია დასახვეწია ეს შეფასების კრიტერიუმი ზაფხულში თუ არ ვცდები, დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელიც ამბობდა, რომ დახვეწა საჭიროა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ სწორად არის შერჩეული ეს კრიტერიუმი? ხო, შეიცვლება თუ არა იგივე თებერვალში ეს ვაპირებთ. ამ წუთში რამე ცვლილება არ გეგმება, ყველა ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ შესაძლებელია, კარგი იქნება თუ წარმოადგენს ცვლილებების თავისებურ ხედვას და განხილვას ექვემდებარება. ჩვენ დიდხანს მუშაობდით, რა შეგვეცვალა, როგორ შეგვეცვალა და ამ მუშაობაში სამინისტრო არ იყო მხოლოდ ჩართული იყვნენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო ინსტიტუტი, საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორც არის მაგალითად ტოლთა უმაღლესი კომისარიატი ან დანიის ტოლთა საბჭო და კიდე ერთხელ რაღაცა დავხვეწეთ. ეხლა როგორ არის პრეტენზიები ხოლმე? პრეტენზიები არის მაგალითად რომ სიტყვაზე მე შვილი ომში მომიკვდა და იმის გამო რომ ვიღაცა გაჭირვებულია მე იმაზე წინ უნდა ვიყო, მაგრამ მეორე რომელსაც არავინ არ მოუკვდა ომში, არც მონაწილეობდა, მაგრამ არის სოციალურად გაჭირვებული, კაცო იმას რომ მოუკვდა ის დახმარებას იღებს და სახელმწიფოს გადადა. მე ქუჩაში ვცხოვრობდა, პირველ რიგში მე დამაკმაყოფილე და მე სხვა სად უნდა გავიდეს ის ზღვარი, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს, ესეთი ზღვარი არასდროს ამიტომ ნებისმიერი მოგროშვალის მოძებნა არის ძალიან რთული გასაგები. მოძებნილია ჩვენი აზრით და 100% სამართლიანი არ არსებობს, იმიტომ რომ სამართლიანი ეს ის შემთხვევა, როცა სამართლიანი მაინც ინდივიდუალურ მიდგომაზე უფროა. ბატონო, ჩვენთან შეკითხვებით შემოდის გადაცემის Facebook გვერდზე. მე მინდა ერთი ოჯახის მაგალითს გითხრათ. არის დევნილი ქალბატონი, რომელიც არის ინვალიდი, 4 არიან ოჯახში, არავინ არ მუშაობს, ბინა არ აქვს. ამ შემთხვევაში ისინი მალე მიიღებენ ბინას თუ როგორ ფასდება მათი ქულები? ბინა არ აქვს, საკუთრებაში არ აქვს ბინა, მაგრამ ის სადღაც ცხოვრობს, ხო? თუ ცხოვრობს ახლობელთან, უკვე ამაში აქვს მას ერთი ქულა, თქვა, ქირის როცა არის ქულა ნახევარი, თუ სახელმწიფოს მიერ მიცემულ დროებით ფარჩი ცხოვრობს, 0 ქულა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმას არ ეკუთვნის. როდესაც ინვალიდია სადაც ცხოვრობს, ინვალიდობაზე არის ქულა, გააჩნია ინვალიდობის ხარისხი, 3 ქულა, 2 ქულა, 1 ქულა. მცირეწლოვან ბავშვზე ერთზე არაფერი არ არის, მაგრამ 3 მცირეწლოვან ბავშვზე არის 1 ქულა და ყოველ დამატებითზე კიდევ ნახევარი ქულა. ამის დაცვა მათ თვითონ შეუძლიათ თავისუფლად და თვითონ შეუძლიათ თუ მათ აპლიკაცია შევსებული ქონდათ, ეხლავე შევიდეთ გვერდზე. მე ვიცი რომ ახლა უნდა შეავსონ ეს აპლიკაცია, როდის იქნება ამის საშუალება, რომ აპლიკაციების შევსება არის დამთავრებული ამ ეტაპზე. და როდის დაიწყება? შევსებები არ იქნება, მაგრამ 6 თვე გრძელდებოდა, ორჯერ გადავავადეთ ამ აპლიკაციების შევსება და თუ მათ უკვე შევსებული ქონდათ, ეს იქნება ვებგვერდზე და თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩვენს ვებგვერდზე, ამ ადამიანის გვარი სახელი თუ იცით, შეგიძლიათ ნახოთ რამდენი ქულა აქვს. ანუ ეხლა საერთოდ აღარ იქნება აპლიკაციების შევსების ამ ეტაპზე არ იქნება. ეხლა რაც შეეხება ქულებს. კი, ამ ეტაპზე თქვა ერთოთახიანები, ოროთახიანები ძალიან მაღლა გაჩერდა 9 ნახევარზე, 9-ზე, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა და სწორედ დაბალოთა პატარა მცირეოთახიანებზე. საკუთარ მაღალ ქულებებს რეალურად ვერ მიიღეს. ვერ მიიღეს, მაგრამ სამაგიეროდ თქვა ხო გითხარით, ერთ ქულამდე ჩამოვიდგა 4-ოთახიანები, 6 ნახევარ ქულაზე ჩამოვიდა 3-ოთახიანები. მომდევნო წელს უკვე თებერვლიდან იწყება 600-მდე ბინა უნდა განაწილდეს. თებერვალში 150, თქვა ივნისში ისევ 150, სადღაც 200-ზე მეტი აგვისტოს სექტემბერში, ასე რომ შესაბამისად ეს იქნება პერმანენტული პროცესი და იქ არ გვაქვს არც ერთი 4-ოთახიანი. ყველა არის 1-ოთახიანი, 2-ოთახიანი და მცირე რაოდენობით 3-ოთახიანი. ანუ ეს უფრო მეტად არის მოთხოვნაზე ორიენტირებული. რატომ არ იყო ესეთივე ორიენტირებული ახლა? იმიტომ რომ თქვათ ის რაც აშენდა იგივე ხვალინგის ბინები, იქ პრაქტიკულად ის არ იყო გათვლილი ამ მცირე ფართიან სეგმენტზე. ჩვენ ვიყიდეთ არსებული ფართები. იქ არის 4-ოთახიანები. იქ არის 4-ოთახიანები და 3-ოთახიანები უმრავლესობა. ის 1-ოთახიანები, რომლებიც ახლა გავანაწილეთ, ისიც ძირითადად არის ქართველი მენაშენეებისგან გამოყოფილი და არა
გამოსყიდული და არა ხუალინგისგან. ხუალინგისგან მხოლოდ 16 ერთოთახიანი გამოვისყიდეთ, უღოდ მეტი არ ქონდათ. მაგრამ ის ახალი ბინები, რომლებსაც ასევე ხუალინგი აშენებს მომავალ წელს, ეს უკვე დაპროექტებულია ჩვენი მოთხოვნების, ჩვენი შეკვეთის შესაბამისად და შესაბამისად იქ ერთ და ოროთახიანებზე ოპერატორები. როდის შევლენ ბატონსოს არა ხუალინგის ბინებში? ჯერ ქართული მენშინის ბინები არ დასრულებული, როგორც ვიცი, თუმცა ხუალინგი მე მგონი უკვე მოწესრიგებულია. ხუალინგი თუ არ ჩავთვლით, აი ეზოს მოწესრიგება დამთავრებულია მთლიანად. ეზოს მოწესრიგდეს, რომ ტალახში არიან ორ ადამიანებმა და შიგნითაც ამასობაში სადაც მცირე ხარვეზებია, ჩვენ ვთხოვთ და მცირე რემონტები მიდის ისევ. ანუ დამთავრებულია ოღონდ ისევ გარკვეული დასაკვირველია. ისევ როგორც ახალ წლამდე მოესწრება ქართველი მენაშენეებისგან გამოსყიდული ბინების. ანუ დეკემბერში პრაქტიკულად ეს ლევანდელის შესახლება უნდა დამთავრდეს. და ბატონ სოზარ, ბოლოს ეს პროცესი გაგრძელდება, რა თქმა უნდა, დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი დევნილი არ დარჩება ბინის გარეშე. არც ერთი დევნილი არ დარჩება, ოღონდ პრიორიტეტები განაწილებული არის შემდეგნაირად. პირველ რიგში იღებს ბინას ის, ვინც სოციალურად გაჭირებულია, ან ის რაღაც განსაკუთრებული მსხვერპლი გაიღოს ამ მშობლოსთვის, შეიძლება არ იყოს გაჭირებული, მაგრამ დასაფასებელია, ხო, რომ ოჯახიდან ორი კაცი, სამი კაცი შეეცინა ყველაფერი გასათვალისწინებელია ამ შემთხვევაში და შემდგომ ეტაპზე დგება იმ ოჯახების რიგი, რომლებიც არიან უზრუნველყოფილი სოციალურად, თუმცა ისინი დევნილები არიან და მათ მიმართაც სახელმწიფოს ვალდებულება აქვს. მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ის ვალდებულება, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ აიღოს, ჩვენი იმიტომ ავიღეთ, რომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს იყო აუცილებელი და ეს იყო საჭირო, თორე თქოს არიდან ქვეყნები, რომლებსაც არ აუღიათ ასეთი ვალდებულებები. უკრაინის მაგალითი შეგვიძლია ამაზე როცა მათ არ აიღეს რეალურად ვალდებულება. ჯერჯერობით არ აუღიათ ყოველ შემთხვევაში, ისინი ეხმარებიან დევნილებს საცხოვრებლით, დროებით, ბინის ქირით, გარკვეული სოციალური დახმარებებით, მაგრამ ის ვალდებულება, რომ თვითონ მათგან აუშენდეს სახლი, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ბატონსო და რეგიონებზეც მინდა კითხოთ, ანუ რეგიონებში რა ხდება? მარტო ქუთაისში გატარდა საკმაოდ დიდი სამუშაო, ბათუმში, აი მე ახალი სიახლე ხომ არ არის პროექტებთან დაკავშირებით. ბათუმზე ამ წუთში ვერაფერს მოგახსენებთ, თუმცა შემიძლია გითხრათ სხვა რაიონებზე 480 ბინიანი ახალი საცხოვრებლის მშენებლობა დავიწყეთ გორში და ამავე დროს თავდაცვის სამინისტროსთან გარკვეული გაცვლა გავაკეთეთ და ერთი კორპუსი გადმოგვეცა 32 ბინიანი, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება. ის 480 ბინიანი 2017 წლის დასაწყისში მოხდება იქ შესახლება, ანუ ერთ წელიწადზე ცოტა მეტი დარჩა, ასე რომ გორის რაიონი შეიძლება ჩავთვალოთ, რომ თავდება. წელს უკვე ველოდებით 200-მდე ოჯახი, 160-ზე მეტი ოჯახი პროზუსტად ხაშურში შესახლდება, თავდება ორი კორპუსის რემონტი და ხაშური შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დაიხურა იქ კრიტერიუმებია თუ იქ ბევრად მარტივად ხდება შერჩევა თუ იქ როგორ კრიტერიუმები ყველგან ერთი და იგივეა, მაგრამ სადაც ნაკლები რჩება თავიდან ყველგან მაღალია, თქვა ხაშურში 0 ხულიანიც მიიღებს ბინას, იმიტომ რომ პრაქტიკულად იქ რაც რაოდენობა იყო ამოიწურება ამით. ახალციხეში, სადაც ასევე დამთავრებულია 100 ბინიანი კორპუსის შენებლობა, 60 ოჯახზე განაწილებულია და წლის ბოლომდე შევასახებთ, მაგრამ თბილისიდანაც მიდიან ზოგჯერ და როცა თბილისიდან შეიძლება ხო ასე ვთქვათ, რომ განაცხადი შემოიტანოს ვინ ხაშურის ბინაზე. ერთადერთი რაც არის აკრძალული კანონით, ეს არის, რომ თუ ადამიანი თბილისში არ არის ჩაწერილი 2013 წლის 1 ივლისამდე, მას ის თბილისში ვერ მიიღებს, მაგრამ თბილისელს უფლება აქვს ნებისმიერგან შეავსოს. ანუ ამ შემთხვევაში შეთავაზება სამინისტრო აკეთებს თუ თავად გამოთქვამენ. თავად გამოთქვამენ სურვილს, ზოგჯერ შეიძლება ჩვენ შევთავაზოთ, ზალადობით ბუნებრივი არ ხდება. ახალისებთ კიდევაც თბილისიდან გასვლას, ამ შემთხვევაში თბილისიდან რომ წასული ადამიანი, რომელიც თქოს რაიონში, იმას ემატება ორი ქულა ამაში და თქვა გარკვეულ უპირატესობაში არის რაიონში მაცხოვრებელთან შედარებით. მაგრამ დავასრულებ ჩვენ შეგებულებს 500-მდე ბინა იქნება მომავალ წელს გადაცემული ქუთაისში და ცოტა არ არის რაოდენობა მოგეხსენებათ, უკვე რის იმშენებლობას დაწყებულია. დაახლოებით ზუსტად არ მახსოვს რიცხვი 70 ბინა თუ არ ვცდები, წელს გადაეცემა ასევე ქუთაისში. ზუგდიდში არის დაწყებული ამ წუთში 160 ბინიანი ორი კორპუსის შენებლობა და წელს უკვე ვაპირებთ წლის ბოლომდე გამოვაცხადოთ ახალი ტენდერები რამდენიმე კორპუსის შენებლობაზე. ზუგდიდში მთლიანობაში 2000 ბინიანი პატარა ესეთი მიკროქალაქი, მიკროურბანი შენდება ზუგდიდის ცენტრში. ასე რომ ეს საკმაოდ ფართოდ გაშლილი საკითხია. ასევე გააქტიურებული. თქვენს ეთერში დასმულა ხოლმე კითხვა ვაზიანთან დაკავშირებით, დევნილები ღელავენ ხოლმე 6 კორპუსი იქნა აშენებული რამდენიმე წლის წინ, 2 წლის წინ.
პრაქტიკულად ძალიან დიდ ხანს გაგრძელდა ექსპერტიზა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხარვეზი იყო. თუ შეგვიძლია თანამოთქვათ, თქვა, საბოლოო პასუხი ჯერ კიდევ არ მიგვრია, მაგრამ ამ 6-დან 2 კორპუსი ცირე გამაგრება სჭირდება და შეიძლება ეგ შესახება დევნილების დანარჩენი 4 ჯერ კიდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ყოველ შემთხვევაში ერთზე მაინც გვაქვს საჭირო იქ შესახება იქნება შეუძლებელი და შეიძლება სამწუხაროდ დემონტაჟი შეიძლება მოუწიოს და არა მარტო ერთს, არამედ შეიძლება ცოტა მეტსაც. ზუსტად ჯერ კიდევ ვერ ვამბობ, სანამ საბოლოო პასუხები არ მიგებადოთ. დიდი მადლობა დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ოზარ სუბარი იყო ჩვენი სტუმარი. დიდი მადლობა მას მოგზაურობისთვის. და ვაგრძელებთ გადაცემას პირველად საქართველოში